კითხვები მაქვს. რა კითხვები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით და რა პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე. მედიის და სასამართლოს თავისუფლება, ფარული ჩანაწერები, საარჩევნო პოლიტიკა და საერთაშორისო გზავნილება. დავით უსუფაშვილი მთავარი სტუდიაში. საღამომშვიდობისა, ეთერშია გადაცემა მთავარი. 30 წუთის განმავლობაში თქვენთან ერთად გავაანალიზებთ დღის ყველაზე მთავარ მოვლენებს. საპარლამენტო არჩევნებამდე 10 თვით ადრე ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში იწყებს ცხოვრებას. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ არჩევნებს საქართველოს მეგობარმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ისტორიული უწოდეს. მნიშვნელოვანია 2016 წლის არჩევნებით ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტუროს საკუთარი ერთგულება დემოკრატიისადმი. ამის ტესტი კი არჩევნების ღია და სამართლიანად ჩატარებაც იქნება. მოვლენების განვითარება ამ ეტაპზე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი რთულად ჩაივლის. უკანონო ჩანაწერების გავრცელება, რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ხელისუფლებისა და პოლიტიკური ლიდერების ხისტი რიტორიკა ამის მაგალითად გამოდგება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აზრით, ის მიდგომები, რომელმაც ქართულ ოცნებას 2012 წლის არჩევნებში მოუტანა წარმატება, უნდა შეიცვალოს. მისი განცხადებით, ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოსახლეობას კარგად დავანახოთ ის, რაც გავაკეთეთ, ის, რაც დაგეგმილი გვაქვს, ვინაიდან საარჩევნო წელი უკვე დაიწყო. საჭიროა მეტი ყურადღება, მეტი კონტაქტი მოსახლეობასთან, მათი მეტი ინფორმირება. ასე რომ ეს ცვლილებები ჩვენთვის შიგნით არ არის სიახლე. უბრალოდ ვთვლი, რომ უკვე საჭიროა ამის დაწყება. რა ცვლილებების დრო დადგა კოალიცია ქართული ოცნებისთვის? რა გამოსავალს ხედავს რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან? ელის თუ არა წინასაარჩევნოთ უკანონო ჩანაწერების ახალი ფირების გამოჩენას. დგას თუ არა საქართველო კვლავ საგარეო ორიენტაციის გზის გასაყართან. მთავარის კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პასუხობს. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მინდა ის 30 წუთი, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და დავიწყოთ რუსთავი 2-ის თემით. ფაქტია, რომ მაყურებელი ცოტა გადაიღალა ამ იურიდიული კაზუისტიკით, მით უმეტეს, რომ იურისტებიც განსხვავებულად განმარტავენ, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით მედია ორგანიზაციები და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები საკმაოდ შეშფოთებულნი არიან. არსებული სიტუაციიდან გამოსავალს რა შეხედავთ? რა შეიძლება გაკეთდეს, რომ არც ჟურნალისტები არ დაზარალდნენ და ქვეყნის რეპუტაციასაც არ მიადგეს რაიმე ესეთი დარტყმა? ხედავთ გამოსავალს? მოგესალმებით, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას ახალი გადაცემის პირობებში. დიდი მადლობა. და უსურვებ მაყურებელს, რომ ამ გადაცემით ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა შეემატოს მედია სივრცეს. ვიცით, ცოტა იმედი უნდა გაგიცრუოთ, იმიტომ რომ სამართლებრივზე და იურიდიულზე თუ არაფერი ვთქვი, მაშინ ახლა გამოსავალი ამ საქმეს არ გონია და ესა. მე არ მოვყვები ძალიან ისეთ კაზუისტიკას იურიდიულს, მაგრამ ზოგადად თუ ჩვენ არ შევეგუეთ იმას, რომ კონფლიქტები თუ დისპუტები თუ დებატები უნდა გადაწყდეს საბოლოო ჯამში სწორედ სამართლებრივი გზით და სასამართლოს გზით, მაშინ ეს იქნება დაუსრულებელი კასკადი, დაუსრულებელი რაღაცა სანახაობა, მაგრამ ბოლოში ვერასდროს ვერ გავალთ. ამიტომ მე მგონია, რომ გამოსავალი იმაშია, რომ ყველა სასამართლოს, ყველა მოსამართლეს უნდა მიეცეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოტანის საშუალება, თუ იმეს გვაქვს დასაბუთებული კანონით დადგენილ ფარგლებში რაიმე პრეტენზია ამა თუ იმ მოსამართლესთან თუ სასამართლოსთან უნდა დავსვათ დროზე და უნდა ვაცალოთ სასამართლოებს მიიღონ გადაწყვეტილებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ პოლიტიკური შემადგენელი ამ პროცესის და ზოგადად ის ხალხი, ვინც ამ საქმის გარშემო ტრიალებს თუ ტრიალებთ, თუ ვაცდით სასამართლო სისტემას ბოლომდე გამოიტანოს გადაწყვეტილებები, მაშინ ყველაფერი წავა გაცილებით უკეთ. ას გამასობაში იმ პირობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ შეიცვალოს არც არხის სარედაქციო პოლიტიკა, არც მისი, არ ვიცი, მიმართულებები, რაც უნდა და როგორც უნდა ამ ხალხმა ისე უნდა აკეთონ. ეს ორი პირობა არის დასაცავი. ნებისმიერი გადახრა ერთი მხრიდან, ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომ ამ საქმიდან აქციონ რაღაცა რევოლუციური სიტუაცია, ანუ რუსთავი 2-დან გამოიყვანონ ვარდების რევოლუცია 2 და ამ მიმართულებით წაიყვანოს საქმე. ეს რა თქმა უნდა ხელს არ შეუწყობს არანაირად ამ ვითარებას. მეორე მხრივ, არც ის განცხადებები და განწყობები უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას, თუ რუსთავი 2-ს
გამოვაცხადებთ როგორც არ ვიცი დეზინფორმაციის წყაროს, რაღაც ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას და ასე შემდეგ. ანუ ეს ორივე ფაქტორი არის მოსახსნელი. ეხლა სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად რთულია, იმიტომ რომ არამხოლოდ პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც ამ თვალსაზრისით და ამ თემაზე საკმაოდ პოლარიზებულია და აღარ უსმენენ ერთმანეთს. ეს ყველაზე ცუდი ამბავია, როცა ადამიანები ერთმანეთს აღარ უსმენენ, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც კი უნდა ვენდოთ სასამართლოებს. ამ შემთხვევაში ჩვენ პარლამენტიც ვართ არაპირდაპირ, მაგრამ ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ პარლამენტი არის მოპასუხე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ყოველთვის ჩვენ ვართ იქ მოპასუხე, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არ ვიცი 10-ობით და 100-ობით საქმე გვაქვს დღემდე განხილული და ნაწარმოები, მაგრამ ზოგიერთი საქმე შეიძლება ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას და დატვირთვას. ასეა რუსთავიერი საქმესთან დაკავშირებითაც. სწორედ დღეს მიმართეს ჩვენმა წარმომადგენლებმა სასამართლოს აცილებასთან დაკავშირებით და იქ მიუთითეს და მანახეს ეს კონკრეტული ჩანაწერი, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი როგორც მოპასუხე საკონსტიტუციო სასამართლოში გამოდის საპროცესო უფლებების რეალიზებით და რაღაც საკითხი ამახვილებს ყურადღებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს იმათ, რომ ჩვენ ეთქვეშ ვაყენებთ სასამართლოს როგორც ასეთის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ან ვაპირებთ რაიმე ფორმით არ დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. სხვა შორის როცა რამდენიმე გადაწყვეტილება იყო, პარლამენტის წევრები ამბობდნენ, რომ კი არ მოგწონს, მაგრამ ასე ვთქვათ, ვითვალისწინებთ და მემორჩილებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამიტომ ეს უნდა დავნერგოთ ჩვენ როგორც ესეთი აქსიომა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ დილით გადაწყვეტილება მოგვეწონება საღამოს არა, ან ერთი მოსამართლის მომეწონება ვაქებ და ვადიდებ, მეორის არა და ესე იგი სასამართლოს ვდებრავს ყველაფერში, ამით არაფერი არ გამოგვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა სასამართლო სისტემისაც, პოლიტიკური სისტემისაც, არ ვიცი, ჩვენი დღევანდელობის სახელმწიფოსი, ამასობაში კი ჩვენ ხშირად უახლოვდებით ხოლმე სახიფათო ზღვარს. როდესაც ჩვენი კანონიერი თუ კანონიერად ჩათვლილი ინტერესის დაცვისას საჯარო სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას უწყობთ ხელს. იმიტომ რომ არ შეიძლება გაიმართოს შეჯიბრი სასამართლოებს შორის. შეჯიბრი უნდა იყოს მხარეებს შორის. ერთმა სასამართლომ ერთი მხარე დაიჭირა ღიად და ასე ვთქვათ ეშთაბეჭდილება დარჩა მეორე მხარე, მე იმან ეს გამოასწორა, მე იმან ეს მიგვიყვას ჩვენ ძალიან ცუდ შედეგებამდე. ესე იგი რა არის გამოსავალი? ისევ და ისევ, აქ ჯადოსნური ჯოხი ამ საქმეში არ არსებობს. ყველამ იმ დისკუსიაში, იმ დისპუტში, სადაც სამართალი და კანონია ჩარეული, ვაცადოთ სასამართლოებს და მოსამართლეებს გადაწყვეტილებების გამოტანა. ამასობაში სასამართლოებში იმიტომ არსებობს ინსტანციები, რომ შესაძლოა ერთი ინსტანცია აღმოჩნდეს არასწორი. ამიტომ და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი მიეცემა საშუალება სასამართლოებს და ყველა მოვინდომებთ ამას, რომ დაყენებული საკითხების არჩეული თუ შუამდგომლობა თუ სხვა რამ განიხილონ 7 გარემოში, დარწმუნებული ვარ ეს საკითხი გადაწყდება სამართლიანადაც და ობიექტურადაც. ამასობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმეში ჩართულმა მხარეებმა და მესაკუთრეებმა, ასე ვთქვათ, გაითვალისწინონ ის ამბავი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ქონებრივი დავა. რომ შეიძლება მე და თქვენ დავობდეთ ბინის თაობაზე და საბოლოო ჯამში ეს ბინა თქვენი იქნება თუ ჩემი დანარჩენ საზოგადოებას დიდად არ აღელვებს. ახლა საქმე ეხება ისეთ ობიექტს, ისეთ დაწესებულებას, ისეთ მოვლენას, რომელთან დაკავშირებულად მეტი სიფრთხილეა საჭირო. გადაწყვეტილების გამოტანისას, იქ დარეგისტრირებისას, მერე ტაქტიკის განსაზღვრისას ეს გავითვალისწინოთ ყველამ. კი ბატონო, თქვენ მინდა კითხოთ, ძალიან კი გაგვიგრძელდა რუსთავიორი მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკითხთან იყო, რუსთავიორის პრობლემებთან იყო დაკავშირებული გარკვეულწილად ის სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც ისევ გაჩნდა უკრაინული წარმოშობის საიტზე აიტვირთა და დაიბარეს ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საუბრებში, ვინც საქართველოშია. ხომ არ თვლით, რომ გამოსაძიებელია არამხოლოდ თქვა ლაპარაკი შინაარსი, არამედ ვინ ჩაიწერა ეს, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც მოსმენების შესახებ ეგრეთ წოდებულ კანონს იღებდა პარლამენტი, თქვენ რომ კრიტიკულად იყავით და მაინც არ მოგწონდათ, არც დაგიმალავთ ამის შესახებ. აი კონკრეტული კითხვა მაქვს, უნდა იყოს თუ არა გამოძიებული, ვინ ჩაიწერა ეს საუბრები და აქვე ვიკითხავ, უნდა იყოს თუ არა გამოძიებული, როგორ გაჩნდა ის ეგრეთ წოდებული კასრების ჩანაწერები, ასევე სხვადასხვა საიტზე. ვინ აკეთებს ამას, საიდან გაჩნდა, ანუ კიდე ვინმეს აქვს თუ არა ეს საშინელი ჩანაწერები? პირველ რიგში ამ ტიპის, ასე ვთქვათ, მოვლენები
საბოლოო ჯამში არ ამგონია რომ ხელს უწყობს სახელმწიფოს გაძლიერებას ან სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ ვინმე ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს და აპირებს რაღაცა უბედურებას და რევოლუციას, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმე უკრაინულ ვიკილիքსზე. ის რამეს ჩაიწერს თუ არ ჩაიწერს და გამოაქვეყნებს თუ არ გამოაქვეყნებს. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს აქვს სათანადო შესაძლებლობები, სათანადო კვალიფიკაცია, რომ ამ მასშტაბის მოვლენასთან თუ გვაქვს საქმე, ეს იყოს პირველ რიგში თავიდან აცილებული. ჩვენისკენ გვაინტერესებს, რომ მოხდეს უბედურება და მერე ვინმე დაისაჯოს. იყოს თავიდან აცილებული. ხოლო თუ სისხლის სამართლების საქმის გამოძიება, არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ და არ აღმოჩნდეთ ჩამოკიდებული, რომ კიდე ვინმე რამეს და რომ არ გამოქვეყნებულიყო რამე ჩანაწერი, მაშინ თუ არ გვეცოდინებოდა, თუ ვინმე რამეს აპირებდა მსგავს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. მე არ მგონია და პირიქით მგონია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს სხვა უფრო სხვა სისტემური და სანდო წყაროები აქვთ ამ ტიპის გამოძიების დროს გამოსაყენებელი და ვის კითხავენ, ვის არ კითხავენ, სადრა ოპერატიულ მოქმედებას ატარებენ, ეს მათი ძირითადად და გენერალური გეგმით მიდის და არ მგონია, რომ დღეს ახლა პროკურორები და გამოძიებლები შეხედან და ელიან, აბა კიდე როდის ვინ რა გამოქვეყნდება, რომ ეხლა ის დავკითხოთ. მე პირველ რიგში ამ ასპექტს მივაქცევდი ყურადღებას, რომ არ უნდა შევქმნათ ისეთი შტაბ-ჭდილება საზოგადოებაში, რომ რომ გამოქვეყნდა რაღაცა ახლა დავიწყეთ რამე, ან სანამ აღარ გამოქვეყნდება, მანამდე არაფერს არ ვაკეთებ და ასე შემდეგ. ეს უნდა გავმიჯნოთ ეს პროცესები ერთმანეთისგან. მეორე, თავისთავად გამოქვეყნება და ასეთი საუბრების გაჩენა ამ სივრცეში. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება შეუძლია ბევრ სუბიექტს. მე ამ საქმეზე, როდესაც მომიწია პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროს ჩახედვა საქმეში, აღმოჩნდა, რომ ეს აღარ არის ის დრო, როდესაც სახელმწიფო არის ერთადერთი შესაძლო სუბიექტი თავისი შესაძლებლობებით, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის ჩაწერა და გაკეთება. ერთი სახელმწიფო შემძლია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მსგავსი ჩანაწერების, ასე ვთქვათ, მოპოვების და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან რთულია, ობიექტურად რთულია ამის დადგენა და ეს ქმნის სწორედ განსაკუთრებულად საფრთხილოს ამ ტიპის ჩანაწერებზე რეაგირებას. არ უნდა გაჩნდეს თუნდაც იოტისოდენა საფუძველი იმაზე ფიქრისთვის, რომ ამ საქმეში რაიმე ფორმით შეიძლება იყოს ჩარეული ქართული სახელმწიფო, უკრაინული სახელმწიფო თუ უკრაინული საშუალებები, არ ვიცი, მოსმენის და ასე შემდეგ. ანუ ყველა ვისაც ეს გამოძიება საჭირო იქნება, ამიტომაც არის, არა? გამოძიება საჭიროა, ქალბატონო, რა თქმა უნდა საჭიროა. მაგრამ კიდე რამდენად გამოვიძებთ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ვიცით, რომ მაგალითად წლების განმავლობაში თურმე მსგავსი ამბები ხდებოდა ევროპის წამყვანი ქვეყნების წამყვანი ლიდერების ტელეფონები ისმინებოდა და ეს შემთხვევით გამჟღავნდა მაშინ როდესაც ჩამწერი მხრიდან ვიღაცამ ეს გაჟონა. ანუ იმ ადგილებშიც კი, სადაც არის დაცვის უმაღლესი შესაძლო თანამედროვე სისტემა, როგორც ჩანს ამ უმაღლეს შესაძლო თანამედროვე სისტემას დაცვის, უპირისპირდება უმაღლესი თანამედროვე სისტემა გატეხვის და იქიდან ეს ისმინა. ამასობაში ეს წლების განმავლობაში კიდე გეუბნებით, უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობაში იყო რეალობა. ამიტომ რთულია. არავითარ შემთხვევაში მე რასაც ვლაპარაკობ, არ უნდა ჩაითვალოს იმას, რომ არ უნდა გამოვიძიოთ. მე სხვა რამეზე მინდა ყურადღება გამოვახილო. ერთი მხრივ, ვინაიდან ვიცით, რომ ეს გამოსაძიებლად რთულია და ამიტომ პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ამ ჩანაწერებს არ უნდა მიეცეს იმაზე მეტი დატვირთვა და იმაზე მეტი მტკიცებულების ძალა, ვიდრე ამას ის იმსახურებს. რომ არ გაჩნდეს რაიმე ტიპის ასოცირება, რომ ჯერ ჩავიწერე და მერე გამოგიძიე. ეს არ უნდა მოხდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმითი, როდესაც ესა თუ ის რაღაც არ ვიცი კონკრეტული დანაშაულია თუ დანაშაულის მცდელობაა, დადასტურებულია და დამტკიცებულია სხვა წყაროებითაც და არა მხოლოდ ამ ჩანაწერებით, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. კიდევ მეორე პრევენცია და ასე ვთქვათ ისა შემდგომ თუ დანაშაულია გამოძიება. რაც შეეხება ზნეობრივ და მორალურ მხარეს ამ საკითხის, აქ უბრალოდ კითხვაც არ დგას. გახსოვთ, როდესაც პირველი წყება იყო ამ ჩანაწერების, მაშინ იყო საზოგადოებრივი აზრი ასეთი ფორმირებული, მოდი არ უყუროთ, არ მესმის, არ შევხედავ და ასე შემდეგ. ეს ახლა ობიექტურად რთულია ამის მოხერხება და გაკეთება, არ შევხედავ, არ მას ვიზავ და არ მაინტერესებს, მაგრამ მეორე მხრივ ქუჩაში და მოედანზე ამისი დემონსტრირება
გინდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გინდ მოქალაქის მხრიდან და ვისიც გინდა მხრიდან, ეს მე მგონი ზნეობის დონეზე უნდა გავკიცხოთ და კანონს და სამართალდამცავს არ უნდა დაველოდოთ. ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ ისეთივე მიუღებელი მოვლენაა, როგორც ვიღაცა ახლა ფარდა გადაწეული აქვს და სხვის ოთახში იჭყიტება იქა. ეს ხო სირცხვილია, რო ჩაიuris ვინმე ხო არ გინდა რომ დაენახოთ ვინმე ამას აკეთებ. ჩათვალე რომ თუ ამ ვიღაცამ ეს ჩუმად გადაიღო და შენ ამას მერე Facebook-ით ავრცელებ თუ მოედანზე აჩვენებ თუ არ ვიცი კიდე რა შვები, ჩათვალე რომ იგივეს აკეთებ. ეხლა ამას ცოტა მაღალი სტანდარტი ჭირდება გეთახმებით და ბოლოს კასრები. ეხლა კასრები და იქ დასული მასალების ამბავი, ეხლა იქ ის მასალები შექმნა და შეინახა გარკვეულმა წრემ ადამიანების. ხო ასე ირკვევა ახლა ამაში მაინც ოპონენტებიც კი ვერაფერს ამბობენ, რომ ახლა იქ თქვა ჩვენ ხელისუფლებას არ გაუკეთებია და იქ შეუნახია. ესე იგი, იმ ხალხმა ვინც ეს შეინახა და გააკეთა, ისინი არიან სხვადასხვა ადგილებზე. მე არ ვიცი, ზოგი შეიძლება სადღაც მუშაობს ისევ, ზოგი აღარ მუშაობს, ზოგი უცხოეთშია და ასე შემდეგ. ამ ტიპის მასალებს აქვს ერთი ძალიან ისეთვისა ფილმებში მაინც გვინახავს, ხო? როდესაც რაღაც კასეტა არის ხოლმე, რომ აი მითი შანტაჟს ეწევიან, რომ აი ამ კასეტაზეა რაღაცა და მოგცემ, არ მოგცემ, გადაიხადე მილიონი და ასე შემდეგ. უამრავი სიუჟეტი ამაზე აგებული. ზუსტად ვიცით და კარგად ვიცით, რომ არსებობს ხოლმე ასლი. ანუ ადამიანები თავიდანვე იყო რომ ასლი ალბათ გაკეთებული დასაცავადაც კი იმისთვის რომ არ გავხდე მე თომ მსხვერპლი რომ ჩამაწერინეს გამომიყენეს მე იქ შეინახეს და მე მომიშორეს თუნდაც თავდასაცავად უამრავი მოტივი შეიძლება იყოს იმისთვის რომ ბევრი ასლი არსებობდეს იმ არ ვიცი არქივიდან არ არის გასული თქვენ დარწმუნებით შეგიძლიათ მითხრათ რომელიც ინახება თქვათ ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ არ ვცდები გამორიცხავთ რომ იქიდან შეიძლება გასულიყო ეს ჩანწერები იცით რა ბოროტ მოქმედებას 100%-ით ვერ გამოურიცხავ და არც ვერც იმას გამოურიცხავ რომ მე არ ვიცი ვინმე სადმე ამ ტიპის დანაშაულზე წამსვლელი არ არის იმიტომ რომ ხა რო გითხრათ რომ გამოურიცხავ თქო მაშინ მე უნდა მქონდეს ის გასაღები ხელში და არ ვიცი კიდე როგორ უნდა დავიცვა რომ 100%-ით გითხრათ მაგრამ მე ამას იმიტომ გამოურიცხავ რომ მე შეუძლებლად ვთვლი ხელისუფლებაში მაღალ ეშელონებში ვინც შეიძლება ამისი რაღაცა მითითება გასცეს და ამისი ორგანიზება გააკეთოს ვერ ხვდებოდეს რომ ეს არასოდეს საბოლოო ჯამში არ იმალება იმათაც ეგონათ კასრებში რო ინახავდნენ რომ აი დაიმალებოდა და ასე მოხდებოდა ისე მოხდებოდა ეს ამბები არ იმალება და ამ ამბების პატიება შეუძლებელია ამიტომ ახლა გასაგებია. ბატონ დავით, 2 დღის წინ იყო 7 ნოემბერი და სხვა შორის მე არ ვიცი მაყურებელს ახსოვს თუ არა, რატომ დაიწყო მაშინ ეს ნოემბრის აქციები? ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, თქვათ, იგივე საპარლამენტო არჩევნების საკონსტიტუციო ვადაში ჩატარება და კიდევ ასევე იყო მაჟორიტარული სისტემის მაშინ არსებული სისტემის შეცვლა, კიდევ ორი მოთხოვნა იყო, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, აღარ ვიტყვი. დღეს, როდესაც ჩატარდა საგარეჯოს არჩევნები და თქვენ გამოეხმაურეთ ამას და თქვით, რომ ეს გარკვეული გაკვეთილი იყო და ესეც ცნობილია თქვენი ეს შეფასება. მე მაინტერესებს 2020 წელს შესაძლებელი სისტემის ეხლა შეცვლის საკითხი ხო არ დადგა თავად კოალიციაში, იმიტომ რომ ფაქტია ცალსახად გადაწყვეტილად ნამდვილად ვერ იტყვის მართველი პარტია კოალიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ მაჟორიტარულ ყველა ოლქში ან ოლქთა უმრავლესობაში მისი კანდიდატი გაიმარჯვებს 2016 წლის არჩევნებზე. სხვა შორის ერთადერთი გამონაკლისი იყო 2012 წლის არჩევნები, როდესაც არასახელისუფლებო კანდიდატებმა, არამედ ქართული ოცნების კანდიდატებმა აიღეს უმრავლესობა 51 ოლქი მოიგეთ. ხომ არ დადგა დრო რომ დაფიქრდეს კოალიცია, მე ვიცი რომ თქვენ სათხართ უფრო ადრე, მაგრამ სხვები ხომ არ ფიქრობთ რომ იქნებ 2020 წელს კი არა ეხლა და იყოს აუცილებელი მაჟორიტარული სისტემის შეცვლა? მე დაგეთანხმებით რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის მომხრე მეც და ჩემი კოლეგებიც რესპუბლიკური პარტიაში ვართ 1999 წლიდან. აი კომუნისტებთან რომ მიდიოდა მოლაპარაკება პირველი არჩევნების გამართვის თაობაზე იმ დროიდან ვიხსენებ ხოლმე იმ ოთახში და იმ მაგიდასთან სადაც ახლა ვზივარ და ზოგჯერ ხვდები ხოლმე ოპოზიციას ამ თემაზე მაშინ აი იმ მაგიდასთან საუბრობდით ამაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენ სისტემის შეცვლა
იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩემი აზრით ქვეყანას, ეს ჭირდება თვითმმართველობას, უნდა ვაცადოთ ადგილობრივ არჩეულ გამგებლებს და მერებს სრულად, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაც აიღონ და უფლებამოსილებაც თავიანთ რეგიონებზე და რაიონებზე. ამასობაში ჩვენ რაც შეიძლება მეტი პარლამენტარი უნდა ჩავთოთ საერთო ეროვნული პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ რეგიონების განვითარება და ახლა აღარ მოყვა დამოუკიდებლობა. ამასობაში. ხო, 2019 წელს არ შეეცვლება. ძალიან პრაგმატულად შევხედავთ. მე ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება და საგარეჯოს თუ მარტვილის შედეგები სულ არ იყო ამისთვის პირადად ჩემთვის აუცილებელი, რომ მეთქვა და ეს ხშირად შიგნითაც გვისაუბრი ამაზე, რომ მომავალ 2016 წელს მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებისთვის არავითარ შემთხვევაში არ იქნება იმ შედეგის მომტანი, რასაც მას მოჰქონდა სამოქალაქეთა კავშირისთვის და ნაცმოძრაობისთვის. რამდენიმე მიზეზის გამო პირველი მაჟორიტარულ არჩევნებში უპირობო გამარჯვებას ხელისუფლების ჭირდება ადმინისტრაციული რესურსის უპირობო და სრული გამოყენება და ასე ვთქვათ ბოლომდე ეს არის რომ ყველა ოლქი რომ მოიგო. ამას არ ვაპირებთ და ამისი არც შესაძლებლობა გვაქვს იმდენად დეცენტრალიზებული და ფრაგმენტირებულია სწორი გაგებით სახელმწიფო სისტემა და სტრუქტურები. მეორე, ჩვენ ვართ კოალიციური ხელისუფლება. კოალიციური ხელისუფლება ეს არის ცოტა განსხვავებული ტიპის ხელისუფლება. ჩვენ არ ვართ ისეთი ჰომოგენური, რომ ერთნაირი ვიყოთ. კახეთშიც, სამეგრელოშიც, იქეთაც, აქეთაც, ანუ ადგილობრივი ფაქტორები ბევრ რამეს განაპირობებს. შემდეგი ფაქტორი, ამ ხნის განმავლობაში მოქალაქეებმა შეიგრძნეს პოლიტიკური თავისუფლებების გემო. ისინი აღარ იყურებიან ახლა იქეთ რომ აი ხელისუფლებას თუ მე რაღაცა არ გავეთამაშე, მაშინ პრობლემები შემექმნება. ამას ხედავენ. ამიტომ იქნება გაცილებით რთული ეს არჩევნები. ეს ყველაფერი ეს არ ესმის, თქვა კოალიციის შემავასხვა. ეს არ არის, არ ესმის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კოალიცია, როდესაც მაჟორიტარულ არჩევნებს 2016 წლისთვის უჭერს მხარს, არ გამოდის და ვერ გამოდის მხოლოდ საკუთარი წარმატების ამოცანებიდან. აქ არის სხვა ფაქტორები, ეს არის ფაქტორები მაჟორიტარების, რომლებიც ოლქებიდან არიან არჩეული და მათ რა თქმა უნდა მეტი იმედი აქვთ, რომ ასეთი სისტემით გაიმარჯვებენ. ამასობაში მარტო ეს არ არის ფაქტორი, რაც მოგახსენეთ, ჩვენ მოვაკვირას ალბათ უკვე დასრულდება კანონპროექტზე მუშაობა. ოლქების უმეტეს ნაწილში მოხდება საზღვრების შეცვლა. ხო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და აკმაყოფილება. ეს მოვლენაც არავითარ შემთხვევაში არ აძლევს არც ერთ იმ ოლქის მაჟორიტარს ესე ავტომატურად, იმიტომ რომ სხვა ოლქის ნაწილი რომ შემოდის უკვე და სხვა ამორჩეველი, ის სხვა ინტერესით შემოდის, სხვა განწყობებით შემოდის. ამიტომ ის მითი რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებისთვის რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას უზრუნველყოფს, ეს ასე არ არის, არც ხედავდი ასე და არც დავინახავ ხვალდაზე. ეხლა ამასობაში ვინ როდის როგორ ჩამოყალიბდება ამ თემაზე ვერ გეტყვით. მე მაინტერესებს არის თუ არა მოსალოდნელი საარჩევნოთ კოალიციის ვთქვათ შემადგენლობის ცვლილება. ვიცი რესპუბლიკელები განცხადებული გაქვთ რომ თქვენ თუ რამე იქნება უკანასკნელი დატოვებთ, მაგრამ მე ვამბობ ახალი წევრი ხო არ გაჩნდება დაუშვათ კოალიციაში თუ ხედავთ ამის პერსპექტივას, ან ვიღაცა ხო არ დატოვებს და აქვე ერთი კითხვა ოღონდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და გული მწყდება რომ ასე სწრაფად გაირბინათ რომ ითქვა რომ პარტია ქართული ოცნების შემადგენლობა ძირფესვიანად შეიცვლება. რესპუბლიკელების შემადგენლობაც შეიცვლება შემდეგი არჩევნებისთვის? სია როგორი იქნება? რესპუბლიკელების შემადგენლობა ცნობილია განახლებადობით, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად რაღაცა სიახლეები გვაქვს ხოლმე, არა მხოლოდ თავმჯდომარეებში, არამედ ასე ვთქვათ პარტიის წინახარშიც, შუახარშიც, რეგიონებშიც, რაღაცა რეგიონებრივი ორგანიზაციების მე მგონი მე-13-ში თუ მე-10-ში არა, ხელმძღვანელები შეცვლილია. აგერ გვექნება დეკემბრის დასაწყისში ყრილობა, სადაც ჩვენი ტრადიციული ფარული კენჭისყრით გრძელი პროცედურებით ავირჩევთ ეროვნულ კომიტეტს, მე ის აირჩევს ახალ თავმჯდომარეს. ასე რომ რესპუბლიკურ პარტიაში სიახლეები და განახლება იქნება, ძირფესვიანი ცვლილება არ იქნება. იმიტომ რომ ამის მაინც და მაინც ერთ საჭიროებას ხედავ და ერთ შესაძლებლობას განახლება იქნება. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, პარტია ქართულ ოცნებას, ეს არის შედარებით ახლად შექმნილი პარტია. იმ ძალიან მძიმე ოპოზიციურ ერთ წელიწადში ჩამოყალიბებული, მე სახელმწიფო ტვირთი დააწვა ამ პარტიას და ბუნებრივია შესაძლოა იყოს იქ ცვლილებები, ამაზე მე ძალიან ისე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მაგრამ ზოგადად განახლება საჭიროა, პარტიებს ჭირდება. განახლება ყველას ჭირდება. მე მინდა მაინც კითხოთ, თუ მოვლენები ისე და ისე გულისხმობ, თქვათ, იმ წუხილს, რომელიც დასავლეთის სახელმწიფოებისგან გამოითქმება, რომ თქვათ, მედიის თავისუფლება პრობლემას ხედავენ, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც გამოითქმება რაღაცა შენიშვნები. თუ გაგრძელდა აი ეს ტალღა, რომელიც მიდის ხომ ჩვენს მეგობრებთან, ხომ არ გამოიწვევს ეს წლის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გარკვეულ ზემოქმედებას? მე გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმის შემოღება საქართველოს, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს 2007 წელი რო ვახსენეთ, ანუ ნოემბრის მოვლენები მოხდა და მე ის ლეგენდარული და სანატრელი მაპი ჩვენ ვერ მივიღეთ. ხომ არ ხედავთ მოვლენების აი ესეთი ცუდი სცენარით განვითარების რაღაცა საფრთხეს? თუ ჭკუით არ მოვიქეცით, რა თქმა უნდა, მაინც წავა საქმე. ამიტომ უნდა მოვიქცეთ ჭკუით. მე დღევანდელი მდგომარეობით ვერ ხედავ ამის საფრთხეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ იძლევა დამშვიდობის საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტების პატრონი ქვეყანა და ძალიან მყიფეა ჯერჯერობით ეს სიტუაცია, ამიტომ ჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე. ჩვენ საბჭოებს თავი დავახციეთ და ამითი მოვიპოვეთ თავისუფლება და ეს თავისუფლება ძალიან ხშირად წარმოგვიდგენია მხოლოდ იმისთვის, რომ განსხვავებულება დავაფიქსიროთ. არ გეთანხმებით, არ მეთანხმები, მე ამას უჭერ ხარ, მე იმას უჭერ ხარ, მე აქეთ მინდა წასვლა, არა მე აქეთ მინდა წასვლა და აი აქ ნახეთ ჩვენ თავისუფლება. არადა ქვეყანას ჭირდება, საზოგადოებას ჭირდება აი ამ დაფიქსირებული განსხვავებების და ამის შემდეგ უკვე შეკრების მექანიზმები, იგივე კონფლიქტების გადაწყვეტის მექანიზმები, სასამართლოში იქნება თუ სხვაგან პარლამენტში მოლაპარაკებები, კონსენსუსები. აქ ჩვენ რა თქმა უნდა გვიჭირს. მეც მომისმენია ჩემს მიმართ ეს საყვედური რომ რა არის რაღაც გაუგებრად ლაპარაკობ აქეთაც იქეთაც. როდი რა თქვი ეს ამბავი? ძალიან მარტივია. ავდგე და დავიჭირო მხარე. ეს მართალია, თქვენ მტყუანი ხართ. შენ კაი კაცი ხარ, შენ ცუდი ხარ, შენ ქვეყანას აშენებ, შენ იმას და მე რა იქნება? მე დამრჩება ჩემი ესე ვთქვათ პატარა ქვეყანა, რომელშიც ჩემი მომხრეები არიან, იმას თავის და ქვეყანა ვერ შედგება. ამაზე მე მეტ ვლაპარაკობ, რომ ჭკუით უნდა მოვიქცეთ ყველა. და საზოგადოებაში არის ამისი პოტენციალი, რომ ეს გავაკეთოთ. ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე საფრთხეს მე ვერ ხედავ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, შექმნილ პრობლემებს თუ საკითხებს უნდა სწორი მოვლა და გამკლავება. თუ მაგალითად რუსთავი-ორთან დაკავშირებით იქით წავიდა საქმე, რომ მხარეების შეჯიბრში გაჩერდა ტელევიზია, მხარეების შეჯიბრში ჩაერთო ყველა ინსტიტუტი. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი აცილების შუამდგომლობა აღიქვა ჩვენი მხრიდან მასზე დარტყმად. ჩვენ მისი გადაწყვეტილება ავიქვით ჩვენზე დარტყმად. იმ მოსამართლემ რაღაცა გამოთქმული აზრი ჩათვალა იმაზე დარტყმად. მერე თქვენ იმ ტელევიზიაზე ის და ამ უბედურებაში თუ ჩავერთეთ, ვიზა ლიბერალიზაცია კი არა, იმ ასოცირების ხელშეკრულებასაც დავკარგავთ. ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ყველა ამ პროცესში ვაკეთოთ ჩვენი საქმე, გამოვთქვათ ჩვენი პოზიციები, მაგრამ არა აი ამ მტრულ რეჟიმში. ვიყოთ კონკურენტები, ნუ იქნებით მტრები. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, რომელიც გაგვიყვანს ფონს. ეხლა დღესაც გქონდა აგერ სტუმრებთან შეხვედრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამომზადდა, ხვალდილას ევროკომისარი ჩამოვა, რომელთან სერიოზული საუბრები გვექნება ამ თემაზე. კიდევ ვიმეორებ, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ესე რომ შვიდად ვიყოთ, რომ თავისით მოვა ეს ამბავი არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ევროპულ წინსვლას ყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ამ პროცესებში როგორც წესი უხილავია ხოლმე და ამასობაში ზოგჯერ ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებთ მოვლენებს. შრომაა საჭირო ძალიან ბევრი ადამიანის კონსენსუსის და შერიგების და პრობლემების მოგვარების მცდელობისკენ და არა კიდე უფრო მეტად უწყრულების და დაცილებისკენ. ძალიან დიდი მადლობა, დავით უსუფაშვილი იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ ერთმანეთს უკვე შევხვდებით 4 შაბათს, ისევ 9-ის ნახევარზე, არ გამოგჩეთ თავარი.